მართალია გვყავს თუ არა მფარველი ანგელოზი ადამიანებს. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. როდესაც ადამიანი ინათლება, მას ღვთისაგან ეგზავნება მფარველი ანგელოზი. თითოეულ მონათლულ ადამიანს. ისე რომ ჩვენ თითოეულ მონათლულ ადამიანს გვყავს მფარველი ანგელოზი. მერე მას ეკითხებიან და ვინც მონათლული არ არის, მას არ ყავს მფარველი ანგელოზიო? ისე უნდა რომ მას ღმერთი იფარავს, მაგრამ მფარველი ანგელოზი არ ყავს. როდესაც ინათლება, მაშინ ღმერთი უგზავნის მას მფარველ ანგელოზს. სხვათა შორის, ჩვენ ახლა ამ ბოლო დროს უფრო მეტად დავიწყეთ აღნიშნა ჩვენი დაბადების დღის. ჩვენი ხორციელად დაბადების დღის. ეს პატარა ამბავი არ არის. ახლა წარმოიდგინეთ, ადამიანი ამ სამყაროში არ არსებობდა და მოევლინა ამ სამყაროს. ეს პატარა ამბავი ხო არ არის. მაგრამ ძველად თურმე ადამიანი უფრო მეტად ყურადღებას აქცევდა თავის სულიერ დაბადებას. დაბადებას ქრისტეში, ანუ ნათლობის დღეს. ნათლობის დღეს და ამას უფრო მეტად აღნიშნავდა და აღნიშნავდა ასევე ანგელოზის დღეს. ანგელოზის დღე რას ნიშნავს, ბავშვებო, შეგიძლიათ მითხრათ? აი ჩემი ანგელოზის დღე. როგორ? ვისი სახელით ქვია? დავუშვათ, აი ვიღაცას გიორგი ქვია. ახლა აი რამდენი ხართ ხო გიორგები დღეს, რამდენი იქნებით დარწმუნებული ვარ. აი როდესაც გიორგობა მოდის, აი ხლა 6 მაისი რომ მოვა, ეგ არის შენი ანგელოზის დღე. შენ დაგარქვეს გიორგი, წმინდა გიორგის პატივსაცემად. და ამით იცი რას ეუბნებით ჩვენ წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი, მე ჩემ შვილს, აი თქვენმა მშობლებმა ესე იფიქრეს ალბათ. ჩემ შვილს შენი სახელი მინდა დავარქვა წმინდა გიორგი და შენ იყავი მფარველი ჩემი შვილის. გესმით? ანუ ადამიანს ცალკე ყავს მფარველი ანგელოზი და ცალკე თავისი მფარველი წმინდანი, ვის იმედათაც ადამიანი არ ქმნავს სახელებს. ეხლა ამას რატო ვამბობ? დღეს მოდაში შემოვიდა რაღაც გაუგონარი და უცნაური სახელების დარქმევა. ეს არ არის ჩვენი წესი. ეს ქრისტიანების წესი არ არის. ქრისტიანული წესი და ტრადიცია ის არის, თუმცა არასავალდებულო, რა თქმა უნდა. შენ შეგიძლია რაღაც უცნაური სახელი დაარქვი. მაგრამ თუ დაარქმევ სიტყვაზე ამფაი, ვახტანგი დაარქვი იმისათვის, რომ ვახტანგ მეფე, ვახტანგ გორგასალი იყოს შენი შვილის მფარველი. იოანე დაარქვი, იმიტომ რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს მფარველი, ხო? წმინდა ნინოს სახელი დაარქვი. წმინდა ქეთევან დედოფლის სახელი და ასე შემდეგ. სხვადასხვა წმინდანების იმის იმედად, რომ ის წმინდანი შენ შვილს დაიფარავს. აი ძალიან მნიშვნელოვანია.